დამოუკიდებლობის დღე მოახლოვდა და მოდი საზოგადოებას ვკითხოთ, რა მოუტანა მათ დამოუკიდებლობამ. აი ეს ტელეფონი მინდა. ეს გინდა ბაბუ. მოგეწონა ბაბუ. კარგია, ლამაზია. გასწავლეთ, რა მოგიტანათ დამოუკიდებლობა? მოგვიტანა ისტორია, გადავლახეთ წლები, წინააღმდეგობები. მაგრამ ისევ წინ მივდივართ, თავისუფლად და მტკიცეთ. და შენ რა მოგიტანა? ეს დროშა და ხიარულება. ერთხელ ბაბუ მითხრა რომ შენ თავისუფალ ქვეყანაში დაიბადეო. მართალი ხარ ბაბუ, მართალი. გამარჯობა ბავშვებო. გამარჯობა. რა ქვია? ლაზარე. რა მოგიტანა დამოუკიდებლობამ ლაზარე? ჩემი აზრით ჩვენი თაობის თავისუფლება. ანა, შენ რა მოგიტანა დამოუკიდებლობამ? პასუხისმგებლობა. რისი? იმისა რომ გაუფრთხილდეთ რაც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს. შენ რა ქვია? სანდრო. სანდრო. შენ რა მოგიტანა დამოუკიდებლობამ? დამოუკიდებლობამ ალბათ მომიტანა შესაძლებლობა იმისა რომ ჩემი ცხოვრება გავსაწყო ჩემით. ქალბატონი ნანა, რა მოგიტანათ დამოუკიდებლობამ? ჩემი შვილიშვილები ახლა იმ საქართველოში ცხოვრობენ, რომელზეც ადრე მე მხოლოდ მოცნებობდი. манай ტელევიზორია ხო მოხდა? ლამაზია. გამარჯობა. გამარჯობათ. თქვენი სახელები უკაცრავად. ლევანი, ნინო. ნინო, სასიამოვნო. რა მოგიტანათ დამოუკიდებლობა, ლევანი? სიამაყე. დამოუკიდებლობა რისთვისაც ჩემი ძმა იბრძოდა. მისი თუ ამაყობდა მისგან დატოვებული თავისუფლებით ცხოვრობა. ნინო, შენთვის რა არის თავისუფლება? შესაძლებლობა. თუ სამართლობას წავაწყდები, შემიძლია ხმა ავიმაღლო. დამოუკიდებლობა მოგვიტანა ის პასუხისგებლობა, რასაც დამოუკიდებლობის მოფრთხილება ქვია. ამის შენარჩუნება ყველაზე რთულია ამათთვის.